უკვე მე-20 დღეა მზია ამაღლობელი შიმშილობს, უნდა აღინიშნოს ის, რომ პენიტენციური სამსახური ამ დრომდე არ აწვდის დოკუმენტურ ინფორმაციას ადვოკატებს მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ასევე დღეს ზუსტად 5 საათზე სახალხო დამცველის ოფისთან შეკრება არის დაგეგმილი. მზია ამაღლობელის მხარდამჭერები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დღეს სახალხო დამცველისგან მოითხოვენ ექიმების კონსილიუმის შექმნას, რადგან როგორც გითხარით, უკვე მე-20 დღეა მზია ამაღლობელი შიმშილობს, სწორედ ამიტომ აუცილებელია გაითვალოს რისკები, რა შეიძლება მოყვეს 20 დღიან შიმშილობას. ბოლო ინფორმაცია, რაც გვაქვს ჩვენ ადვოკატებისგან, არის ის, რომ მზია ამაღლობელს მინიმალური მანძილის გავლაც კი უჭირს, რომ შეხვდეს ადვოკატებს, რაც შეეხება მის მხარდამჭერებს, რა თქმა უნდა, მოთხოვნა არის უცვლელი და ისინი მოითხოვენ მზია ამაღლობელის გათავისუფლებას. უჭირდა გადაადგილებაც კი ადვოკატთან შესახვედრად, ეს ნიშნავს იმას, რომ უკვე კრიზისის ეტაპი დაიწყო და ყოველი დღე კი არა, ყოველი წუთი და ყოველი საათი და ყოველი წუთი შეიძლება გადამწყვეტი იყოს მისი ჯანმრთელობისთვის, მისი სიცოცხლისთვის და შესაბამისად ჩვენი მოთხოვნა რჩება უცვლელი, რომ გათავისუფლდეს მზია ამაღლობელი, გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ოფისიდან დავიწყოთ მსვლელობას და კიდევ ერთხელ შევეცდებით, რომ ამ ხელისუფლებას თუ რა ვიცი რაც არის ისინი გავაგონოთ ხმა, რომ თავისუფლება მზიას, თავისუფლება პოლიტიკურ პარტნიორებს. თვითონ როგორც ამბობს, მის ჯანმრთელობაზე საუბარი არ უნდა იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი და შიმშილობას აგრძელებს როგორც საკუთარი თავის, ასევე სხვა პოლიტპატიმრებისთვის. ჩვენ, რა თქმა უნდა, მხოლოდ ამ სიტყვებს და პენიტენციურის განცხადებებს არ ვენდობით და ვითხოვთ ოფიციალურ დოკუმენტაციას, რომელიც აუცილებლად უნდა მივიღოთ და უნდა გავიგოთ შიმშილობის პროტოკოლის მიხედვით ხდება თუ არა ამ ყველაფრის მართვა. დღეს დაახლოებით 2 საათზე მზია ამაღლობელთან შევა ადვოკატი და რა თქმა უნდა ადვოკატის გამოსვლის შემდეგ უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ჩვენთვის ცნობილი განსაკუთრებით მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ასევე როგორც ჩვენთვის ცნობილია, დღეს 6 საათზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასთან გაიმართება მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია.